საღამო მშვიდობისა, ეს არის ახალი 9 საათი. ხის მთავარ თემებს მეცხრე არხის რეპორტიორები და ჩვენ თამთა სანიკიძე და ლევან ჯავახიშვილი წარმოვიდგენთ. გასცა თუ არა სახელმწიფო საიდუმლოება პრეზიდენტმა იარაღის სამალავების შესახებ გაკეთებული განცხადებით თადარიგის ოფიცრები და სამხედრო ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. სანდრო გირგულიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიების შედეგები ქვეყნდება. ვანო მერაბიშვილს ბრალი უმძიმდება. რამდენიმე წუთში ასევე შემოთავაზებთ. 54 მომხრე 73 წინააღმდეგი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპის სახალხო პარტიის ჩავარდნილი ინიციატივა ევროსაბჭოში. ქართულ ებრაული თანამშრომლობა, ემოციური შეხვედრა დიასპორასთან და აუდიენცია იერუსალიმის პატრიარქთან, პრემიერ-მინისტრი ისრაელში. როდის და სად მიდის პრემიერი ივანიშვილი პოლიტიკური შეფასებები მთავრობის მეთაურის განცხადებებზე. ჩავარდნილი ინიციატივა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს შესახებ გადაუდებელი დებატები არ შედგა. გაუარესებული დემოკრატიის მდგომარეობა საქართველოში. ამ სახელწოდების დებატების გამართვას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ევროპის სახალხო პარტია ითხოვდა, თუმცა ევროპელ დეპუტატთა უმრავლესობა მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა. საკითხს წინააღმდეგობა კენჭისყრაზე გატანამდე ჯერ კიდევ ბიუროს ხდომაზე მოჰყვა. ასამბლეის გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობის წევრები უკმაყოფილოები არიან. დებატების ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია ინიციატივის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსების რუსულ კავშირებზე საუბრობს. სესიის პარალელურად სტრასბურგში ქართული დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები მიმდინარეობს. საუბრის ერთ-ერთი თემა სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრებია. საპარლამენტო უმრავლესობა ევროსაბჭოში ჩანაწერებითაა ჩასული. რეპორტაჟი სტრასბურგიდან. 58 მომხრე და 73 წინააღმდეგი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობის შესახებ დებატების გამართვას მხარი არ დაუჭირა. დებატებს ევროპის სახალხო პარტია ითხოვდა, რომლის წევრიც საქართველოს ნაციონალური მოძრაობა. ქართული დელეგაციის წევრების თქმით, საკითხი ჯერ კიდევ ბიუროს ხდომაზე ჩავარდა. თუმცა განსახილველი წინადადების ინიციატორმა ევროპის სახალხო პარტიამ თემას სახელი შეუცვალა და საკითხი ასამბლეის ხდომაზე მაინც გაიტანა. ის რაც ახლა მოხდა პარლამენტის სესიაზე, ეს არის ძალიან დიდი მარცხი ნაციონალური მოძრაობის და მათი მხარდამჭერების და ძალიან დიდი გამარჯვება ქართული დელეგაციის და მათი მხარდამჭერების. მნიშვნელოვანი იყო აქ ის, რომ ერთის მხრივ სახალხო პარტიას და ნაციონალური მოძრაობის დელეგაციას სურდათ, რომ ფორმულირება ყოფილიყო შემდეგი, რომ საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარების თაობაზე, რაც არ გაიზიარა ბიურომ და სესია ძალიან დიდი უპირატესობით, ძალიან დიდი მხარდაჭერით არ დაამტკიცა საპარლამენტო სესიამ საკითხი. საკითხის ჩავარდნაში რუსეთის პოლიტიკურ ინტერესს ხედავენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ჯიორა თაქთაქიშვილის თქმით, საქართველოში გაუარესებული მდგომარეობის შესახებ დებატების გამართვის წინააღმდეგი რუსეთის ფედერაციის აქტიური მხარდამჭერი დეპუტატი ადრიას გროსი იყო. ის პიროვნებები, მაგალითად ბატონი ანდრეას გროსი, რომელიც ევროსაბჭოში ცნობილნი არიან რუსეთის ფედერაციის აქტიურ მხარდამჭერებად, გახლდათ სწორედ ინიციატორი იმისა, რომ არ გამართულიყო დებატები საქართველოში გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ასეთი დებატების გამართვა, თუმცა ამჯერად ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ მოისმინეს როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის ინფორმაცია საქართველოში არსებულ გაუარესებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო პლენარული სესია ჟან-კლოდ მინიონის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა. ასამბლეის პრეზიდენტმა ევროპის მასშტაბით განსახორციელებელ დემოკრატიულ რეფორმებსა და ვილნიუსის სამიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბაქოსა და თბილისში ჩემი ბოლო ვიზიტისას ამ ქვეყნების ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდე, რომ უზრუნველყო საპრეზიდენტო არჩევნების პლურალისტურ კონტექსტში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. დღეს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მივიჩნევ, რომ ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა ერთობლივი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა ამ ორ ქვეყანასთან, განსაკუთრებით ერთობლივი პროგრამების მეშვეობით, რათა ამის საშუალებით მათ არჩევნებისთვის სათანადო პირობებში მომზადების საშუალება
მივცეთ. ამ ქვეყნებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროპული პერსპექტივისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მათი პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი პასუხისმგებლობაა. სხდომის დაწყებამდე ქართული დელეგაციის წევრებმა საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მმართველი გუნდის წევრების თქმით დახურულ შეხვედრაზე მათ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ინფორმაცია სამალავებში აღმოჩენილი სკანდალური ვიდეოფირების შესახებ მიაწოდეს. დილით იყო შეხვედრა ბატონ მინიონთან, განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები, აგრეთვე განვიხილეთ ის ახალი მომენტები, რომელიც გაჩნდა, ფარული ჩანაწერები, ხალხურმა თინამ დეტალურად თუ ამბო ბატონ მინიონს ამ მიაწოდა ინფორმაცია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ყოფილი ელჩები ზურაბ ჭიაბერაშვილი და მამუკა ლეჟავაძე ესწრებიან. ევროსაბჭოში საპარლამენტო ასამბლეაზე ძალიან დიდი ინტერესია საქართველოს საკითხის მიმართ, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციასთან ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს და ბუნებრივია ეს ყურადღება ნარჩუნდება. ქართულმა მხარემ დღეს კონკრეტული შეთავაზებაც მიიღო. დელეგაციის წევრები პარასკევისთვის ჩანიშნულ სხდომას დაესწრებიან, სადაც ევროსაბჭო იულია ტიმოშენკოს პატიმრობის საკითხს განიხილავს. ნაციონალური მოძრაობა საქართველოში პოლიტიკური დევნის შესახებ საკითხის დაყენებას კვლავაც გეგმავს. და ახლა ჩვენ შეკითხებს სტრასბურგიდან საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დეპუტატი თინა ხიდაშვილი უპასუხებს. ქალბატონო თინა, მოგესალმებით და პირველი შეკითხვა გადაუდებელ დებატებს, რომელსაც მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიახ, ქალბატონო თინა, დღეს ევროპის სახალხო პარტია ითხოვდა ეგრეთ წოდებულ გადაუდებელ დებატებს საქართველოს შესახებ. მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას 58-მა დეპუტატმა. იყვნენ თუ არა მათ შორის სხვა პარტიების წარმომადგენლებიც? კი, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელია, რომ მხოლოდ 58 ადამიანი იპოვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც რამოდენიმე ასეული დეპუტატი არის მხარდამჭერი. იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს არ იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იპიპის წევრები, იყო 1-2 სხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელიც, მაგრამ სწორედ კენჭისყრამ გამოაჩინა, რომ იყო ორგანიზებული წინააღმდეგობა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, გარდა ამ ერთი სახალხო პარტიისა. გასაგებია, რომ შესაძლებელია სხვა ფრაქციებიდანაც ერთ ან ორ დეპუტატს თავისი პოზიცია გამოეხატა, მაგრამ კოლექტიური მხარდაჭერის ფარგლებში ეს იყო მხოლოდ ერთი პარტია. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმაც, რომ იპიპის გაცილებით მეტი დეპუტატი ყავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და მათ ვერ შეძლეს თავად საკუთარი პარტიის ხმების უმრავლესობის მოპოვებაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დანარჩენ წევრებზე. ერთი პატარა დეტალი მინდა დავაზუსტო თქვენს სიუჟეტში, იყო სხვა არხებმაც გადასცეს ეს, იმიტომ რომ ნაცმოძრაობა ვიცი, რომ ამ კომენტარებს აკეთებს, რაღაც რუსეთთან დაკავშირებული საკითხი იყო. მინდა გითხრათ, რომ რუსეთის დელეგაციის ნაწილმა და წამყვანმა ფიგურებმა რუსეთის დელეგაციიდან ხმა მისცეს ამ დებატების გამართვას. ეს კენჭისყრის შედეგები არსებობს, შემიძლია თქვენც მოგაწოდოთ, ამობეჭდილი გვაქვს ჩვენ და ყველას შეუძლია ნახოს, რომ ამ რუსეთის დელეგაციის ყველაზე წამყვანმა ფიგურებმა, მაგალითად დეპუტატმა კალაშნიკოვმა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობს ნაციონალური მოძრაობა პრემიერ-მინისტრის სტრასბურგში ვიზიტის შემდეგ, ხმა მისცა იმას, რასაც ითხოვდა ნაციონალური მოძრაობა. და ქალბატონო სამეთიც გაიშვერენ, არსებობს ფაქტები, რომელიც სხვა რამეზე მეტყოლებენ და უმჯობესია, რომ ფაქტებით ილაპარაკო. ქალბატონო თინა, რით ასაბუთებდა ევროპის სახალხო პარტია გადაუდებელი დებატების აუცილებლობას და რა რეაქცია მოყვა ამ ინიციატივას ბიუროზე და ასევე საინტერესოა კონკრეტულად რა ხდებოდა კენჭისყრის დროს? კი ბატონო. დასაბუთება ჩვენ ვნახეთ წერილობითი ფორმით, ეს არის წერილში, რომელიც გაუგზავნა ფრაქციის ხელმძღვანელმა ლუკა ვალონტემ ჟან-კლოდ მინიონს, ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და იქ რამოდენიმე ფაქტორი დაინიშნებული, იქ წერია, რომ საქართველოში დემოკრატია უკუსლის გზაზეა, იქ საუბარი არის იმაზე, რომ ივანე მერაბიშვილი და რამოდენიმე ასეული დაპატიმრებული მაღალი თანამდებობის პირი, ეს ხომ თავისთავად ხვდებით რა, რამხელა აბსურდი და ტყუილია, რომ თურმე რამოდენიმე ასეული მაღალი თანამდებობის პირი ყავს ჩვენ ახლა დაპატიმრებული საქართველოში, რომ ეს არის აი ამათი დაპატიმრება ამ ასეული თანამდებობის პირის არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული და შემდეგ არის ბუნებრივია ვანო მერაბიშვილზე საუბარი, რომ ის არის ყველაზე დიდი რეფორმატორი, რომ მასზე იდგა ქვეყანა და ეს თიკაცი დღეს რომ ციხეში ზის ოპოზიციის ლიდერი, ეს არის პოლიტიკური დევნა ამ პოლიტიკური მოძრაობის, ეს არის არგუმენტები, რომელიც იყო მათ წერილში, ეს არგუმენტები არ გაიზიარა საპარლამენტო ასამბლეის უმრავლესობამ ბიუროს ხდომაზე. პატარა უზუსტობა იყო თქვენს სიუჟეტში და განმარტავ, ჩვენი ბრალი ალბათ როგორც ჩასწორად ვერ მოგაწოდეთ ინფორმაცია. სახელის შეცვლა არ მოუთხოვია იპიპის ინიციატივა იყო ბოლომდე, რომ ეს ყოფილიყო საქართველოს გაუარესებული დემოკრატიის მდგომარეობა, თუმცა
ამან ასეთმა დასახელებამ საერთოდ ვერანაირი ხმები ვერ მოიპოვა ბიუროზე და სწორედ ამიტომ თავად საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის ინიციატივით მოხდა სახელის ცვლილება და უკვე იმ ტექსტში, იმ დოკუმენტში დღის წესრიგში, რომელიც მოვიდა სესიაზე, იწერა დებატები მდგომარეობაზე საქართველოში. ყოველგვარი მახასიათებელი სიტყვების და მაკვალიფიცირებელი სიტყვების გარეშე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს უბრალოდ დავასრულებ, თვითონ ამ თემაზეც კი, ანუ უკვე შეცვლილი სათაურით, ხმები გაიყო 13-ზე, ანუ ზუსტად თანაბრად გაიყო ბიუროზეს ხმები და შემდეგ უკვე ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ მოხდა საკითხი პლენარული სესიის დღის წესრიგში. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ ის შედეგი დამდგარიყო, რაც დღეს გადგა და ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც ჩვენ მუშაობდით, იყო ის, რომ დღის წესრიგში ყოფილიყო სხვა თემებიც საგანგებო დებატებისთვის, იმიტომ რომ დღის წესრიგში ეს საკითხი უნდა იყოს და რაღაც თემაზე უნდა გაიმართოს დებატები და ასეთი თემები დარეგისტრირდა და შესაბამისად ხუთშაბათს იქნება დებატები სრულიად სხვა თემებზე და არა საქართველოს შესახებ. კაბინეტინა, თქვენ ახსენეთ ვანო მერაბიშვილი უკვე ცნობილი არის, რომ პარასკევს სესიაზე, სადაც უკრაინაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებს განიხილავენ, ნაციონალური მოძრაობა აპირებს ყოველ შემთხვევაში ასეთი გეგმა აქვს, რომ პოლიტიკურ დაკავებებზე ისაუბრონ, მათი თქმით ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ დაკავებებზე, კონკრეტულად კი მერაბიშვილის საკითხზე უკვე აკეთებენ ისინი კომენტარებს. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამასთან დაკავშირებით და ზოგადად თქვენს მიერ გამართულ შეხვედრებზე იგივე მინიონთან თუ დაისვა კონკრეტული შეკითხვები ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე იგივე მერაბიშვილის? ხო, პარასკევის სესიას რაც შეეხება, პარასკევს გამოდის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, მას ქვია პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან ცალკეობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანი არა ევროსაბჭოს ფარგლებში მუშავდება და ეხლა მოუწია სესიაზე გამოტანა. იქ არც ერთი სიტყვა საქართველოს შესახებ არ წერია, ჩვენ გქონდა შეხვედრები მომხსენებელთან, უბრალოდ გვაინტერესებდა მან იმსჯელა თუ არა საქართველოს შესახებ, ვინმეს ჰქონდა ეს ინიციატივა თუ არა და მან თქვა, რომ ბევრ სხვა საკითხთან ერთად და ქვეყანასთან ერთად ის იხილავდა, მათ შორის საქართველოსაც, იმიტომ რომ მასთან შემოდიოდა და გასაგებია IPP არ მოაკლებდა, თავადაც ის IPP-ის წევრი არის და არ მოაკლებდა ამ თვალსაზრისით ინფორმაციებს, თუმცა მან უარყო ეს თემა და არ შეიტანა ის მოხსენებაში. ეს არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა დეპუტატმა დაამტკიცა, რომ ის არის აბსოლუტურად მიუკერძოებელი, მიუხედავად იმისა, მისი პოლიტიკური ჯგუფი რა განწყობებზეა და რას ფიქრობს. ანუ ჩვენ მისგან ვიცით ცალსახად, რომ საქართველოს საკითხს თავიდანვე ამ ანგარიში რომ ყოფილიყო, ამას მისგან ითხოვდნენ, მას აწვდიდნენ ინფორმაციებს, ისე როგორც დღეს ტიმოშენკო არის, უნდა ყოფილიყო მერაბიშვილიც, მაგრამ მან უარი თქვა და ეს არ შეიტანა, იმიტომ რომ არ ჩათვალა საჭიროდ ამ ანგარიშისთვის. პარასკევის ხტომაზე ახლა თეორიულად ბუნებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ძალიან მწუხვარ, თუ კი ესეთი არაფერზე დაფუძნებული იმედებით კვებავს ნაციონალური მოძრაობა საკუთარ ამ უმრჩეველს თუ არ ვიცი საკუთარ მხარდამჭერებს, თუ ისინი კიდევ შერჩათ საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან თეორიული და სუპერსიზმრების მიდან არის სფეროდან არის ამბავი იმის შესახებ, რომ ამ ანგარიში რამე საქართველოს საერთოდ იქნება ლაპარაკი და რამე მერაბიშვილის შესახებ მოხდება. მე ამას პრაქტიკულად გამოვრიცხავ, თუმცა სანამ პარასკევი არ დადგება და კენჭისყრა არ იქნება, რა თქმა უნდა, ესე საბოლოო პასუხს ვერ ვიტყვით, მაგრამ დღეს იყო ჩვენ ეს სესიაზე დებატები არ იყო ერთადერთი თემა, რაზეც ჩვენ მუშაობდით აქ. დღეს იყო პოლიტიკური კომიტეტის ხტომა, რომლის წევრიც მე ვარ. მე დავაყენე იქ საკითხი, სწორედ პარასკევის მოხსენებასთან დაკავშირებით, გამომდინარე მოარული ხმებიდან, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს და კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ იქნება პოლიტიკური კომიტეტის რეკომენდაცია, იქნება საწინააღმდეგო იმის, რომ საქართველოს იქ მოხდეს. ხვალ არის კიდევ ერთი კომიტეტის ხტომა, სადაც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შედათ შეუძლია იყვნენ ჩვენს მოქალაქეებს. ქალბატონო, თქვენ თან გაქვთ სამალავებში, ანუ სამეგრელოს სამალავებში ნაპოვნი ჩანაწერები, მინიონის გარდა ვის მიაწოდეთ ინფორმაცია ამ კადრების შესახებ და როგორი იყო შეფასებები და თუ ნახა ვინმე ვიდეო მასალას? კი, ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოს მომხსენებლებს, ვესაუბრეთ მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს, შეხვედრები გვქონდა ორმხრივ რეჟიმში რამოდენიმე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან, ყველასთან ჩვენ ვართ მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდების რეჟიმში და აზრთა გაცვლა გამოცვლის რეჟიმში, საბედნიეროდ ამ წუთის მდგომარეობით ამ ვიდეოების ჩვენება არავის არ უთხოვია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩამოტანილი გვაქვს და თუ მათ არ სჯერათ ის ყველაფერი, რაზეც ვესაუბრებით, ჩვენ შეგვიძლია რომ ეს მტკიცებულება მათ ვაჩვენოთ, მაგრამ
გაგება არის ძალიან მაღალი ხარისხის, რაც დღეს კენჭისყრის დროსაც გამოჩნდა, ძალიან კარგად იციან რა კატასტროფა, უფრო სწორედ ეჭვი ჰქონდათ, რომ ასეთი კატასტროფა ქვეყანაში ხდებოდა, მაგრამ ეხლა კარგად იციან, რომ აღმოჩნდა უკვე მტკიცებულებებიც იმ სისასტიკის დამადასტურებელი, რაც საქართველოს 9 წლის განმავლობაში სუფევდა. ჯერჯერობით არავის თან საჭირო არ გამხდარა ამ ვიდეოების ჩვენება. მე იმედი მაქვს, რომ ეს კვირა ისე დასრულდება, რომ არც ერთხელ ჩვენ ამ ვიდეოს ჩვენება არ მოგვიწევს, ვინაიდან არავის არ უნდა რომ ამის დემონსტრება მოახდინოს, თუ კი ამის აუცილებლობა არ დგას. დღევანდელი მდგომარეობით კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ვადასტურებ, რომ აბსოლუტურად ყველა ვისაც ჩვენ შევხვდით, ეს რამოდენიმე ათეული ადამიანია, დეპუტატი არის, ყველა არის დარწმუნებული იმაში, რასაც ჩვენ ვყვებით იმის სიმართლეში და კადრების ჩვენების საჭიროება არ დგას. ქალბატონო თინა, ბოლო 2 დღეა აქტიურად საუბრობენ პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, გულისხმობ ესტონურ გაზეთში დაბეჭდილი ინტერვიუს ერთ-ერთ ნაწყვეტს. მართალია შემდგომ პრემიერ-მინისტრმა გააკეთა კიდევ ერთი განცხადება ქართულ მედიასთან, მაგრამ რადგან უკვე გაიჟღერა ოქტომბერმა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პერიოდმა. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იყოს ის დრო, როდესაც პრემიერის მხრიდან პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება იყოს მიღებული და დროული? არ ვიცი, ეს პრემიერის მიერ მისაღები გადაწყვეტილება არის, ბუნებრივია გუნდთან ერთად ჩვენ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში თუ 2 წლის განმავლობაში პრინციპში, რაც ერთად ვართ პოლიტიკურ კოალიციაში და ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, ყველამ ერთად ვიცით პრემიერის პოზიცია, როგორც საჯაროდ ნათქვამი, ასევე არასაჯაროდ ნათქვამი, რომ ის არაპირებს ერთის მხრივ გამოეკიდოს რაიმე თანამდებობას და უნდა რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს ერთხელ მაინც კულტურა იმის, რომ შეიძლება იყოს თანამდებობაც და შემდეგ ღირსეულად წახვიდე ამ თანამდებობიდან და ეს არ არის შეუძლებელი და სკამს არ უნდა გამოეკიდო, მაგრამ მეორეს მხრივ ასევე მისი განცხადებები მის შესახებ, რომ ის არ გადადგება თანამდებობიდან, მანამ სანამ არ იქნება გარანტირებული სტაბილურობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, ეს არაფერი სიახლე იმაში, რაც ესტონურ გაზეთში დაიბეჭდა, ჩემთვის არ იყო, ეს არის განცხადება, რომელსაც ბატონი ვიზინა პოლიტიკაში მოსვლის პირველი დღიდან აკეთებს და შესაბამისად მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება ოქტომბერში, მაგრამ მოვლენების განვითარების მიხედვით იქნება გადაწყვეტილება. ქალბატონო, ძალიან მცირე დრო დაგჭირა ერთ პატარა კითხვას დაგისვამთ. ისე იდეის დონეზე მაინც თუ ხდება აზრთა გაცვლა პრემიერის შესაძლო შემცველთან დაკავშირებით, რაიმე კონსულტაციები თქვენს გუნდში? არა, ასთა გამოცვლა ხდება მუდმივ მოქმედ რეჟიმში მის არ წასვლასთან დაკავშირებით, ეს შემიძლია დაგიდასტურე. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა თინა ხიდაშელი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა სტრასბურგიდან პირდაპირ ეთერში. და საქართველოს-ისრაელის ურთიერთობებიდან მრავალმხრივი თანამშრომლობა პრემიერი ივანიშვილი ისრაელშია. საქართველოს მთავრობის მეთაური შიმონ პერეს უკვე შეხვდა აუდიენცია ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში. შედგა მოგვიანებით კი სამუშაო სადილი გაიმართა, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრები და ისრაელის ოფიციალური პირები დაეცნენ. ხვალ თელ-ავივში სასტუმრო ჰილტონში საქართველოს-ისრაელის ბიზნეს ფორუმი დაიწყება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გახსნის ფორუმში ისრაელისა და საქართველოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. Განაგზანდებით ჩემთვის მხოლოდ პრეზიდენტი, ჩემთვის ხათ ედალონი სიბიზნეს. ამ სიტყვებით დაიწყო ისრაელის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შორის შეხვედრა იერუსალიმში. შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. ბიძინა ივანიშვილის და შიმონ პერესის საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები იყო. დიალოგი საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული და კულტურული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას შეეხო. ისრაელის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. ებრაელი ხალხიც არ არის ჩვენთვის და ისრაელი არ გახავთ ჩვენთვის ერთ-ერთი მორიგი ქვეყანა. მე მრავალჯერ გამომითქოს ჩემს გამოსვლებში და დღესაც სიამოვნებით გამოვიარეთ, რომ სახელმწიფო განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იმსახურებს თავისი ისტორიით და პერსონალურად ჩემთვის ებრაელი ხალხი არის განსაკუთრებული ხალხი, რომელსაც მე გამოგვეწედა დასადარმალავ არა მარტო აქ დღეს ყველა ჩემს ვიზიტის დროს გამოვხატავ, რომ განსაკუთრებულ პატივცემ ამ ხალხს რამე თუ პირველ მესენი არიან განსაკუთრებული ნიჭიერი ხალხი, განსაკუთრებულად ნიჭიერი ხალხი მთელ სოფლიოში. საქართველო ძლიერი ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. სიყვარული და პატივისცემა, რომლითაც ქართველი ხალხი ებრაულ საზოგადოებას ეპყრობა და შეუფასებელია. ახლა თქვენ პრემიერ-მინისტრი ხართ და ვიცი, რომ თქვენი ხედვა გაქვთ იმისა თუ როგორ უნდა გადაიყვანოთ საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე. ისრაელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს დილით დაიწყო.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას ისრაელში საქართველოს მთავრობის წევრებიც თანახლავს. დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკური განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე, საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი იმყოფებიან. ხუხაშვილი ისრაელისგან საქართველოს მიერ იარაღის შესყიდვის პერსპექტივაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ეს არის ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, მე ვიტყოდი, მათ შორის რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხებშიც, თუმცა ეს იარაღამდე ამის დაყვანა სასაცილოა და მესმის რომ ესე ვთქვათ, ვიღაცას რაღაც შეთქმულების თეორიის განვითარება უნდა, ესე რა თქმა უნდა არ იქნება ამ ვიზიტის პერიოდში. ყველაზე დიდი დაინტერესება დღეს არის სოფლის მეურნეობის მიმართ, ვინაიდან სახელმწიფო ამ მიმართულებით სერიოზულ ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებს ახორციელებს და მომავალში კიდევ უფრო ბევრი ინვესტიცია განხორციელდება საირიგაციო სისტემების აღდგენის მიმართულებით. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე პრემიერმა ჰოლოკოსტის მუზეუმი დაათვალიერა. ბიძინა ივანიშვილმა იერუსალიმის მთაზე მდებარე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი იად ვაშემი ყვავილების გვირგვინით შეამკო და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა. შეხვედრები გაიმართა იერუსალიმში მცხოვრებ ქართველ ებრაელებთან. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ დიასპორის უმეტესი ნაწილი ბიზნესმენია, ამიტომ მათთან ურთიერთობას როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური დატვირთვაც აქვს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართველი ებრაელები, რომლებიც დაბრუნდნენ ისრაელში, ძალიან წარმატებული ბიზნესმენები არიან ამავე დროს. იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრას ექნება ძალიან კაი გამოხმაურება. შეიძლება ბევრი ვერ დაესროს, ბევრი ადამიანი ვერ იყოს, მაგრამ ყველასთვის ეს არის გულის გამოთმობელი შეხვედრა. ქართული დელეგაციის ისრაელში ვიზიტი გრძელდება. პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში თელ-ავივში მცხოვრებ დიასპორას ხვდება. ესტონური გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუ და ამ ინტერვიუს შემდეგ გაჩენილი მთავარი კითხვა: წავა თუ არა პრემიერი პოლიტიკიდან ოქტომბერში. გაზეთ პოსტაიმთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. მოგვიანებით ამავე თემაზე განცხადება ქართულ მედიასთან გაკეთდა. მთავრობის ხელმძღვანელს ამჯერად დრო არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტა, რომ გადაწყვეტილებას მისი ყოფნის საჭიროების არარსებობისა და დაალაგებული სიტუაციის შემთხვევაში მიიღებს და საქმიანობას სამოქალაქო სექტორში განაგრძობს. ბოლო განცხადებების შემდეგ აქტუალური გახდა კიდევ ერთი თემა: ვინ შეიძლება შეიცვალოს ივანიშვილმა. პრემიერ-მინისტრის პოზიცია და პოლიტიკური შეფასებები. ნოდარ ჩოჩუა მუშაობდა დღეს თემაზე. პრემიერის განცხადებამ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ უმრავლესობის ნაცვლად ნაციონალური მოძრაობის წევრების შეაშფოთა. დატოვებს თუ არა პრემიერი თანამდებობას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და ვინ იქნება მისი პოლიტიკური მემკვიდრე. ეს შეკითხვები ორი დღეა პოლიტიკური კულუარების აქტიური განხილვის თემა გახდა. მე არ მახსენდება არც ერთი პრეცედენტი, არც ერთი ქვეყნის ისტორიიდან, როდესაც პრემიერ-მინისტრი, რომელიც პარლამენტის მიერ არჩეული, უბრალოდ ტოვებს თავის დანადოლს, იმიტომ რომ მას ასე სურს და არა რაღაც სხვა მიზეზების გამო. მგონია, რომ ძალიან არასერიოზული დამოკიდებულებაა ზოგადად ქვეყნის მიმართ. და არ ამგონია ამას კარგი გამოხმაურება მოყვის ჩვენი დასავლეთ პარტნიორების მიმართ. პირველ დღიდან ამბობს ბატონი ბიძინა, რაც პოლიტიკაში მოვიდა, რომ ის არაპირებს აქ დარჩეს სამუდამოდ, მოვიდა რამოდენიმე წლით იმისათვის, რომ პრობლემები მოაგვაროს და შემდეგ უკვე ინსტიტუციური გარანტიები შექმნას, რომ არ შეიძლება მუდმივად ცხოვრობდე ქვეყანაში, სადაც ადამიანები გამოიკიდებიან ხოლმე ძალაუფლებას. ერთადერთი ვინც დღეს ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ამართლებს, ვიცე-პრემიერი გიორგი მარკველაშვილია. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა მიდის ყველაზე რთული გზით და ყველაზე რთული მიმართულებით. ის გადადის სამოქალაქო საზოგადოებაში. დღეს პრემიერ-მინისტრობის პოსტიდან წასვლა, უბრალოდ, როდესაც ბატონი ბიძინა გეგმავს, არის არა სიტუაციიდან გასვლა, არამედ კიდევ უფრო მეტად მისი გააქტიურება საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობის მიმართულებით. ის რომ პრემიერი ივანიშვილი პოლიტიკაში დარჩენას დიდი ხნით არ გეგმავს საზოგადოებისთვის ძველია. სამოქალაქო სექტორი სწორედ ის სფეროა, რომელშიც ივანიშვილი პრემიერობის შემდეგ საკუთარ თავს ხედავს. არასამთავრობოებს კი პრემიერის გადაწყვეტილება არ მოსწონთ და აქცენტებს რამდენიმე მიმართულებით აკეთებენ. პირველი და მთავარი, რაზეც ექსპერტები საუბრობენ, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაა, რომლის განვითარების პირობა პრემიერმა წინა საარჩევნოდ დადო. დღეს ქართული პოლიტიკის პოლიტიკური და არა მარტო პოლიტიკური ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი არის
ჩვენ და სამწუხაროდ არც პარლამენტი, არც ხელისუფლება არის ერთადერთი პიროვნება და ეს პიროვნება თავად ივანიშვილი გახლავს და თუ ის სწავლა პოლიტიკიდან, ეს არ ამგონია რომ მან გვერდიდან კარგი გაგებით, გვერდიდან, ანუ სამოქალაქო საზოგადოებიდან შეძლოს ეს ამ პოლიტიკური ვითარების სტაბილურობის შენარჩუნება. ცოტა გაუგებრობაში შეიძლება ამყოფოს მისი დასავლელი კოლეგები და წამგებიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მის მიერვე დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, რადგან ზოგადად შეიძლება შემცირდეს ინტერესი ამაჩვენების მიმართ. უზრუნველყოფილი პოლიტიკური სტაბილურობა ეს მთავარი პირობა დღეს ამერიკის ელჩმა დააყენა. დიპლომატი თვლის, რომ პრემიერის გადადგომა გამართლებული სწორედ სტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის შექმნის შემდეგ იქნება. პრემიერ-მინისტრმა ძალზე ნათლად განაცხადა, რომ გეგმავს დატოვოს ოფისი, მაგრამ გააკეთოს ეს იმ პირობებში, როდესაც მოხდება პოლიტიკური სტაბილურობის მაქსიმალურად უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, რაც საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას შეუწყობს ხელს. ქართული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ივანიშვილმა ესტონური გამოცემის ჟურნალისტებთან ისაუბრა. პრემიერმა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე პოლიტიკური მემკვიდრე ახსენა, თუმცა მისი ვინაობა ამ დრომდე არც ქართული და არც უცხოური მედიის ჟურნალისტებისთვის გაუმხელია. დაკვლავ უბრუნდებით ბიძინა ივანიშვილის ისრაელში ვიზიტის დეტალებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი თელ-ავივში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილი იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილიუს მესამემ მიიღო. ისრაელშია მეცხრე არხის და გვანცა პაპავაძე განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. გვანცა რა განცხადებები გაკეთა დიასპორასთან შეხვედრაზე და რაზე ისაუბრეს პრემიერმა და იერუსალიმის პატრიარქმა. დიახ, როგორც უკვე აღნიშნეთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში ქართველ ებრაელებს ხვდება, საუბარი შეეხება ქართულ ებრაულ ისტორიულ ურთიერთობებს, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ თემებს. პრემიერ-მინისტრის ისრაელში ვიზიტის პირველ დღეზე საუბარს მე დავიწყებ იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქთან თეოფილეოს მესამესთან შეხვედრით. ბიძინა ივანიშვილი მას საპატრიარქოში თავად ესტუმრა. თეოფილეოს მესამემ მას გადასცა პატივისცემის ნიშნად გადასცა მაცხოვრის ტაძრის ორდენი. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი უკვე წავიდა იერუსალიმში მაცხოვრის საფლავის ტაძრისაკენ, სადაც მეგზურობა გზაზე ტაძრამდე დაუწია თავად უწმინდესმა თეოფილეოს მესამემ. ქართულ დელეგაციაში ამბობენ, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოდან ჩამოსულ სტუმარი ტაძრამდე თავად უწმინდესმა მიაცილა. ამ დროს გზაზე იყო მოძრაობა შეჩერებული და თავად თეოფილეოს მესამემ დაათვალიერებინა ბიძინა ივანიშვილის სიწმინდეები. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ვიზიტის პირველი დღის ერთ-ერთი გამამახსოვრებელი ფრაგმენტი. მე კი გეტყვით, რომ დღეს შეხვედრები ძირითადად უფრო მაღალი პოლიტიკური რანგის იყო, ხვალიდან უკვე დაიწყება ეკონომიკური მიმართულებით მუშაობა. ბიძინა ივანიშვილი დაესწრება ბიზნეს ფორუმს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე ებრაელი ბიზნესმენები და ქართულ დელეგაციაში ამბობენ, რომ ეს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბიძინა ივანიშვილს ასევე შეხვედრები აქვს დაგეგმილი თავის კოლეგასთან ნეთანიაჰუსთან და ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ასევე ჯვრის მონასტრის მონახულებაც. დიდი მადლობა გვანცა. თელ-ავივიდან პირდაპირ ეთერში გვანცა პაპავაძე საუბრობდა. საქართველოს ხელისუფლებამ ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების დაახლოებით 150 საბანკო ანგარიში გაყინა იმისათვის, რომ გაეროს საანქციები დაიცვა. საანქციების მიზანი თეირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება. წერს ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 20 ივნის გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით. თია წულუკიანი ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა სტატიაში მოყვანილ ფაქტებს იკვლევს და ირანისთვის დაწესებული საანქციების შესრულების კუთხით თბილისი, გაეროსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. დღეს ამ თემაზე კომენტარი ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ Wall Street Journal-მა ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. პუბლიკაციის ავტორი წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ირანი გაეროს მიერ წლების წინ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს თავს საქართველოს საშუალებით არიდებს. არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის შეთანხმებით მოხდეს სანქციების დაწესება ირანზე. რათა მოხდეს იძულება შეასრულოს ირანმა ის ვალდებულებები, რომელიც მას აქვს აღებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წინაშე თავის ბირთვული პროგრამის განვითარებისას. მოხარულები ვართ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის, მათ შორის სანქციების შესრულებით შეტანილი წვლილის მხრივაც. ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს გადაწყვეტილებას, რომ უზრუნველყოს თავისი ქვეყნის უსაფრთხოებაც.
ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები იარაღის სამალავების გარშემო. თადარიგის ოფიცრები და სამხედრო ექსპერტები პრეზიდენტ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებასა და საკითხისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ. საუბარია გორში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მიხეილ სააკაშვილმა საბრძოლო მასალებით სავსე სამალავები მისი ბრძანებით შექმნილ იარაღის საწყობად გამოაცხადა. რატომ საუბრობს პრეზიდენტი ღიად თემაზე, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციით დღესაც გრიფით საიდუმლო ადევს და თუ ეს ასეა, რატომ არ იყო თავდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელობა ინფორმირებული. თემაზე დღეს გიორგი მანჯავიძე მუშაობდა. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო საიდუმლოებას ამჟღავნებს. ასე შეაფასეს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის მიერ გაკეთებული განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილ იარაღის სამალავებთან დაკავშირებით. ქვეყნის პრეზიდენტი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რომელმაც დაარღვია კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ და ფარდა ახადა გაამჟღავნა სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოება. სააკაშვილის როგორც უმაღლესი მთავარსარდლის პასუხისმგებლობაზე საუბრობს თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე. ფაქტიურად ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს. საქართველოს პრეზიდენტს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ გენერალთა კლუბის წევრებიც. ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამ 9 წლის განმავლობაში, რომ ყველაზე მეტი არქიტექტორი, მომღერალი, მოცეკვავე, მებრძოლი, ეკონომისტი ეხლა აღმოჩნდა, რომ არიგელს მერე სერიოზული პარტიზანული მოქმედებების გამაგრძელებელი ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღმოჩენილ იარაღის სამალავებთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გუშინ გორში გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული საცავები მისი ბრძანებით 2008 წლის მოვლენების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განახლების შემთხვევაში გამოყენების მიზნით შეიქმნა. ჩვენ გავაკეთეთ მართლაც იარაღის საწყობი, ეს ხო ჩემი დავალება. სამეგრელოს გულისხმობ ბატონო. მთელ საქართველოს სადაც იმ ტერიტორიას, რომელიც ჩვენ ვაკონტროლებთ, ჩვენ ყველგან გავაკეთეთ იარაღის საწყობი. ქვეყნის მასშტაბით იარაღის საიდუმლო საწყობების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმას დაადასტურა. თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით იარაღის საწყობების შექმნა საიდუმლო გეგმის ნაწილი იყო და მას გრიფის საიდუმლო დღემდე ადევს. ამ გეგმის შემადგენელი ნაწილი, რაც შემიძლია გითხრათ, იყო სპეციალური საცეცხლო წერტილები, რომელიც განვლაგდა საქართველოს ტერიტორიაზე, სპეციალური იარაღის საცავები. საქართველოს პრეზიდენტისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, საიდუმლო სამალავებში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული იარაღი ინახება და ამ საცავების შესახებ ინფორმაციას ძალოვანი უწყებები სრულად ფლობენ. თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა კი განაცხადა, რომ იარაღი თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის. ეს არ იყო თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება და არც ამალა. ჩვენ ყველა ჩვენი იარაღი, მათ შორის ყველა სახის ტიპის იარაღი გვაქვს აღრიცხული და ზუსტად ვიცით სად არის. 17 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, სამეგრელოში სამალავები აღმოაჩინეს, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკები, ვიდეო კომპრომატები ოპონენტებზე და ადამიანთა წამების ამსახველი ვიდეო მასალა ინახებოდა. დაიწყება თუ არა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტი. მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი გზით გადაყენების ინიციატივით უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი გამოდის და ნაციონალური მოძრაობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. თუმცა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე იმპიჩმენტის თემას სკეპტიკურად უყურებენ ექსპერტები, უმცირესობაში კი პოლიტიკურ ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. უჭერენ თუ არა მხარს ჟორჟოლიანის ინიციატივას მმართველ გუნდში, რას ფიქრობს ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი და რა პროცედურებს ითვალისწინებს პრეზიდენტის იმპიჩმენტით ამერხულციას რეპორტაჟი. ახლა არა რევოლუციით, არამედ სამართლებრივად. მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა იმპიჩმენტი დაემუქროს. მმართველ გუნდში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე ალაპარაკდნენ. ინიციატორი კოალიცია ქართული ოცნების წევრი და სოციალ-დემოკრატი გია ჟორჟოლიანია. დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას და პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვს. პრეზიდენტის იმპიჩმენტისათვის მოსამზადებელ სამუშაო პროცესს კი სათავეში თავად ჩაუდგება. პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამ რეჟიმის არქიტექტორებს. უნდა აღიარებულ იქნას ამ რეჟიმის დანაშაულებრიობა და შესაბამისად პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მათ, ვინც ამ რეჟიმის შექმნის სათავეებთან იდგნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჭიროა ეს და არა იმიტომ, რომ ესე იგი სააკაშვილი აღარ იყოს პრეზიდენტი, ეს ოქტომბერში ისედაც ასე იქნება.
რადრო დასჭირდება ინიციატივის განხორციელებას, მაშინ როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე რამდენიმე თვე რჩება, ხოლო ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გამოცხადების ბოლოვა და 1 აგვისტოს იწურება. კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი იმპიჩმენტის განხორციელების ვადებზე საუბრობს, თუმცა პროცესის პოზიტიურად დასრულებაში ეჭვი ეპარება. დემეტრაშვილი დარწმუნებულია, რომ ინიციატივას მხარდამჭერები თავად მმართველ გუნდში არ ეყოლება. მაქსიმალური ვადა არის 2 თვე ნახევარი. ანუ პრინციპში ეს მოესწრება. არ არის მიზანშეწონილი ამ პროცედურის დაწყება, ვინაიდან მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ვერ დასრულდება. ძირითადი პოლიტიკური ძალები, ბიზნეს გულისხმობ და ბატონ დავით უსუფაშვილს გულისხმობ, იმპიჩმენტის წინააღმდეგი არის. არ ამგონია, რომ ეს პროცედურა დაიწყოს. უცნობია პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიცია, თუმცა პროცესს უკვე ღიად გაემიჯნა პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებაში მარგველაშვილი პოლიტიკურ ლოგიკას ხედავს, მაგრამ პროცესი არადემოკრატიულად მიაჩნია. საქართველოში ისტორიულად მნიშვნელოვანია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიაროს ვადაში, ორგანიზებულად და ეს იყოს ხელისუფლების გადაცემის ისეთივე დემოკრატიული პრეცედენტი, როგორც იყო საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრივი იმიჯისთვის და ჩვენი სახელმწიფოებრივი მდგრადობისთვის. პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის შესაძლო დაწყებას პოლიტიკურ ზეწოლად დაფასებენ საპარლამენტო უმცირესობაში. გარე გეოპოლიტიკაში დღევანდელი ხელისუფლება არის სრულ იზოლაციაში, რუსეთის მიმართულებით ეს არის სრული კრახი. ეს მდგომარეობა მათ აიძულებს, რომ დაიწყონ დამნაშავის ძებნა ბრჭყალებში და ეს ვექტორი გადაატარონ ისევ ყოფილ ხელისუფლებაზე. ამიტომ არის აქტუალური ესეთი თემების წამოწევა. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებისთვის სულ მცირე პარლამენტის საერთო შემადგენლობიდან 51 დეპუტატის ხმაა საჭირო. თუ ამდენი მხარდამჭერი თანამდებობიდან გადაყენება ვერ მიიღო, მაშინ საკითხი მოხსნილად ითვლება და კონსტიტუციით განსაზღვრული დროის განმავლობაში ვეღარავინ წარუდგენს ბრალდებას პრეზიდენტს. კაცი არის უზურპატორი და ხელისუფლება შეაგდო ძალისმიერი და უკანონო მეთოდები და უკვე მაშინ დაარღვია კონსტიტუციაც და კანონმდებლობას. წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით მე რა თქმა უნდა დავადასტურებ იმას, რომ ეს კაცი არ არის ჩემი პრეზიდენტი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირება საფუძვლად პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფო ღალატი ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის ბრალდება უნდა დაედოს. თავის მხრივ თითოეული ბრალდება უზენაესი ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დასტურდებოდეს. პრეზიდენტი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებულად ჩაითვლება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს 91 დეპუტატი დაუჭერს. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე. სკანდალი თუ წინა საარჩევნო დაპირისპირება კალათბურთელთა კავშირი ბესიკლი პარტელიანის წინააღმდეგ მიხეილ ახვლედიანის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის შემდეგ ორგანიზაციის წევრები ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო წესდების საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებენ. კალათბურთელთა კავშირი ლი პარტელიანს 12 წლიან მმართველობას წარუმატებლად აფასებენ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებენ. თემაზე დღეს კომენტარი სპორტის მინისტრმაც გააკეთა, ოპონენტებს თავად ბესიკლი პარტელიანმაც უპასუხა. ლევან ჩხაიძე დეტალებით. თავის-თავზე მორგებული, რომ წევრები იყვნენ ისეთი რანაირად სიტყვაზე აწყობთ. საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის შემდეგ კალათბურთელთა კავშირი ფედერაციის პრეზიდენტს ბრალდებებს უყენებს. წესდება, რომელთაც არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტზეა მორგებული და ბესიკლი პარტელიანს манипуляციების საშუალებას აძლევს. ამ მტკიცებს დავით საყვარელიძე და მაგალითად წესდების ერთ-ერთი პუნქტი მოყავს. ხმის მიცემის უფლება აქვს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მონაწილეობს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ სხვადასხვა სულმცირე ორ ასაკობრივ შეჯიბრში, მინი კალათბურთის გარდა. კალათბურთელთა კავშირის წევრების თქმით შეუძლებელია ორი საბავშვო კლუბით მოასპარეზე გუნდი და უმაღლეს ლიგაში მოთამაშე კლუბები თანაბრად თითო ხმით იყვნენ წარმოდგენილი არჩევნებზე. სწორედ საბავშვო კლუბები იქნება ერთ-ერთი მექანიზმი, რითაც ფედერაციის ხელმძღვანელები სასურველი ხმების მოგროვებას შეეცდებიან. ეს წესდება პირდაპირ არის ამოღებული იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდიდან, სადაც არის სხვადასხვა იურიდიული პირების წესდების ნიმუშები და არის იქიდან ამოღებული. არის 8 მუხლიანი და 4 გვერდიანი თუ 5 გვერდიანი. კრიტიკას ვერ უძლებს, იმიტომ რომ ჩვენ მარტო შენიშვნები გვაქვს 18 გვერდიანი.
ოპონენტების თქმით, ბესიკლი პარტელიანი შეგნებულად ცდილობს წესდებაში არ შეიტანოს პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენჯერ შეიძლება იყაროს კენჭი თანამდებობაზე ერთმა პიროვნებამ. რაც კალათბურთელთა კავშირის წევრებს აძლევს საფუძველს, რომ 12 წლიანი მმართველობის შემდეგ ლიპარტელიანი ფედერაციის პრეზიდენტობას მეოთხედ შეეცდება. მე როცა უთხარი, რომ ბატონო ბესო, მეოთხედ იქნებით ბალოტირებული პრეზიდენტის იმაზე, რა ქვია, პოზზე, ვიცით რა მითხრა? ბატონო გურამ ისე იქნება როგორც მე მინდაო. წარმოგიდგენია მაგის თავხედობა, რომ როგორ შენ გინდა, როგორ შენ კი არ გინდა, ხალხს როგორ უნდა და საზოგადოებას როგორ უნდა და კალათბურთელებს როგორ უნდა, ესე უნდა ვირჩიოთ. ჩვენ თუ გადახვედრებთ ამ 12 წლის განმავლობაში 2001 წლიდან 2013 წლამდე ფაქტიურად კალათბურთის განვითარების პროგრამა, კონცეფცია არც იდო და არც ეხლა არ არის, რაღაც აი ეხლა დაიწყო ლაპარაკი თითქოს რაღაც ლიტური გამოცდილების გაზიარებაზე 13 წელს და მე მიმაჩნია რომ ადამიანები ვინც იქ მუშაობდნენ ხო ქონათ მაგის დრო რომ თავის დროზე თქვა ეს სისტემური მიდგომა დაენერგათ. საზოგადოება ქართული კალათბურთის ერთ-ერთი დამფუძნებელი პირველი იყო, ვინც წესდებაში არსებულ ხარვეზებზე განცხადება ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში გააკეთა. ფიბას ერთადერთი ლიცენზირებული ქართველი აგენტი ლევან მიქელაძე ამბობს, რომ წესდების ახალი ვარიანტი, რომელიც ფედერაციამ შეიმუშავა, პროგრესულია, თუმცა არის მუხლები, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობდა ფაქტიურად 2012 წლის ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად კალათბურთთან და კონკრეტულად ამ წესდებასთან დაკავშირებულ პრობლემთან დაკავშირებით. რამაც გარკვეულწილად შედეგი გამოიღო, სწორედ ის შედეგი, რომ დღესდღეობით კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე დევს წესდება, რომელიც არის განხილვის პროცესში ამ თვის 30 ივნისამდე. ოპონენტების ბრალდებებს ბესიკლი პარტელიანმა უპასუხა. მისი თქმით, კალათბურთელთა კავშირის მიერ გამოთქმული ბრალდებები მხოლოდ ციცრუეა და მათ შორის ლეგენდარული სპორტსმენი გურამ მინაშვილიც მის მიმართ ცილისწავებულ კამპანიას ეწევა. ეს არის ტყუილზე აგებული კავშირი, რომელმაც მოსვლისთანავე ლაპარაკობენ იმას ტყუილებს. ჩვენ 6 ივნის საიტზე დავდეთ წესდება, რომელიცთან დაკავშირებით ყველას შეეძლო ემჟელა და იმშილებს კიდე 30 რიცხვამდე. თუ იმეს რამე საკითხი აქვს, დააყენონ ეს საკითხი, ეს არ არის უკვე სრულყოფილი წესდება, ყველა შეუძლია ცვლილება შეიტანოს ამ საკითხებზე ვიმშილოთ. ჩვენს კითხვაზე კი მიიღებს თუ არა მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი ლიპარტელიანმა ასეთი პასუხი გასცა. მაგას მომავალი გვაჩვენეს. ფედერაციის წესდებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს სპორტის მინისტრსაც. ლევან ყიფიანის თქმით, სამინისტროს სრული უფლება აქვს პროცესებში ჩაერიოს, რადგან კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის სახელმძღვანელოს მიხედვით, მაშინ როდესაც ფედერაციას მინიმუმ 30%-ით სახელმწიფო აფინანსებს ქვეყნის უმაღლეს სპორტულ ორგანოს, უფლება აქვს პროცესების გამჭვირვალობა უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მზათა ვართ, ჩვენი სამინისტრო დაუთმოთ ორ მხარეს შეიქმნას შესაბამისი კომისია იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ნორმალური წესდება იმ საერთაშორისო მოთხოვნების და შესაბამისად და ამ შემთხვევაში ჩვენ მოტივირებული ვართ, რომ ვიკისროთ მედიატორის როლი და ჩამოყალიბდეს ისეთი წესდება, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარესთვის. შეიძლება თუ არა წესდებაში სადაო მუხლების ჯერჯერობით უცნობია. მხარეებმა შეთანხმება 30 ივნისამდე უნდა მოახერხონ. სხვა შემთხვევაში პროცესებში სავარაუდოდ სპორტის სამინისტრო ჩაერთვება. დამძიმებული ბრალდება და ბოლო წლების ერთ-ერთი რეზონანსული საქმის ნაცნობი, თუმცა ოფიციალურ დონეზე გასაიდუმლოებული დეტალები. 7 წლის შემდეგ სანდრო გირგულიანის მკვლელობა შეკვეთილ მკვლელობად ცხადდება. გამოძიების შედეგებს დღეს პროკურატურა პირველად ასაჯაროებს. წამების დამკვეთად საგამოძიებო უწყება კუდის მაშინდელ ხელმძღვანელ დათა ახალაიას ასახელებს. ვანო მერაბიშვილს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. პარალელურად პროკურორი დანაშაულის თანამონაწილეს ხლაპირების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობს. რაელით ჩარდენის ცნობილი სუფრის ცნობილ წევრებს და რის სანაცვლოდ გაჩუმდნენ მაშინდელი ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებმაც დანაშაულისთვის სასჯელი მოიხადეს. ირაკლი მამალაძე დეტალებით. ყოფილ პრემიერ-მინისტრ სანდრო გირგულიანის მკვლელობის საქმის ფალსიფიცირებისთვის ბრალი დაუმძიმდა. ეს ვანო მერაბიშვილისთვის რიგით მეოთხე და ყველაზე მძიმე ბრალდებაა. საქმეზე ჩვენება 80-ზე მეტმა ადამიანმა მისცა. პროკურატურის ინფორმაციით 2006 წელს სანდრო გირგულიანის მკვლელობა შარდენ ბარის სუფრის წევრებმა შეუკვეთეს. ამ ფაქტობრივ გარემოებას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 8 წლის განმავლობაში მალავდა. საქართველოს იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა
რომლისთვისაც დანაშაულის ჩადენის დღიდან, ანუ 2006 წლის 28 იანვრიდან ზედმიწევნით ზუსტად იყო ცნობილი მომხდარი დანაშაულის უკლებრივი ყველა დეტალი, სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად ხელოვნურად განლიდების მიზნით უზრუნველყო მოცემულ საქმეზე უკანონო ფალსიფიცირებული სამართალწარმოების განხორციელება. ყოფილ პრემიერს ბრალი მატროსოვის ციხეში ადვოკატების თანდასწრებით წაუყენეს. მერაბიშვილი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. მისი ადვოკატი კი ბრალის არარსებობაზე საუბრობს და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯენაძის მიერ ძიებისთვის მიცემულ ჩვენებაზე ამახვილებს ყურადღებას. ბრალში იკითხება ეს რაღაც, რომ ნინო ბურჯენაძეს მერაბიშვილმა უთხრა, რომ მან იცოდა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული გაცილებით ადრე სანამ ის გაიხსნებოდა. თუ საიდან იცოდა, როგორ იცოდა, ამას ნახავთ ახლა რა ჩვენება აქვს მიცემული, ჩვენს გვაინტერესებს. ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში ყოფილი პრემიერისთვის ბრალის დამძიმებაზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მკვლელობის უშუალო შემსრულებლებმა სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები შეცვალეს. ამის შესახებ ინფორმაცია მე-9 არხს ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გარდაცვლილის მამამ გურამ გირგვლიანმა მოაწოდა. ნამდვილად ამ პიროვნებებმაც ალანიას გარდა, რომელიც ახლა მალვაშია და გაქცეულა ქვეყნიდან, დანარჩენებმა კი ბატონო ყველაფერი თავიდან ბოლომდე თქვენს ის საჭირო იყო. მთავარი პროკურატურის განცხადებით 2006 წელს სანდრო გირგლიანის საქმეზე დაკავებულებმა ალექსანდრე ღაჭავამ, ავთანდი ლაფციაურმა, მიხეილ ბიბილურიძემ და გერონტი ალანიამ მკვლელობის რეალური მიზეზი და შემკვეთების ვინაობა რამდენიმე 1000 ლარის სანაცვლოდ დამალეს. პირველი სანდრო გირგლიანზე ანგარიშწორება განხორციელდა შეკვეთ. სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელი შეშლის. დანაშაულის შემკვეთისა და თანამონაწილეების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განრიდების მიზნით მჯავრდებულმა პირებმა დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება. თითოეულმა რამდენიმე 10,000 ოდენობა. გირგლიანის საქმეში მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების ფაქტს გარდაცვლილის ოჯახი გამოეხმაურა. გოგი იანუქიძეს საქმის ფალსიფიცირებაში ვანო მერაბიშვილთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტსაც ადანაშაულებს. ის რომ ვანო მერაბიშვილს ბრალი წარედგინა, ეს რასაკვირველია უნდა წარდგინებოდა მას უკვე 7 წლის წინ, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასოდეს და დღეს ეს არის ალბათ პირველი ნაბიჯი სამართლიანობის აღდგენისათვის. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა დადგეს პრეზიდენტის სამართლებრივი საკითხი. 28 წლის სანდრო გირგლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანაში გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობის დამკვეთებად თავიდანვე დასახელდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები. მედიაში საუბრობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლეზეც. მკვლელებისა და შემკვეთების დასჯას გარდაცვლილის ოჯახი წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდა. იყო ხმაურიანი სასამართლო პროცესები. გზა შარდენბარიდან ოქროყანამდე რამდენიმე ინსტანციის სასამართლომ გაიარა, თუმცა საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგინდა. ამ ნაწილშიც უარი გვაქვს? ჩვენ გამოცემის განსაჯელის სკამზე პროკურორები და ეგ ამით დამთავრდება. გირგლიანის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ მიიღო. სტრასბურგმა საქართველოს სახელმწიფო გირგლიანის წინააღმდეგ დამნაშავედ ცნო. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველი. თავად პროკურატურაში 8 წლის წინ მოხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. როგორც ცნობილი ხდება, უახლოეს მომავალში ბრალი კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს წარედგინება. აფეთქება ნუცუბიძის ქუჩაზე დაიღუპა ერთი ადამიანი, კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა. გარდაცვლილიც და დაშავებულიც კომპანია ქართული ფოლადის თანამშრომლები არიან. ოფიციალური ვერსიით ნუცუბიძის 57 ნომერში მომხდარი აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა, თუმცა კომპანიის დირექტორი აცხადებს, რომ კერძო სახლში, რომელსაც კომპანია ოფისად იყენებდა, გაზი რამდენიმე დღეა საერთოდ არ ყოფილა. ქართული ფოლადის ხელმძღვანელობა მომხდარში რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ამჟამინდელ მფლობელებს ადანაშაულებს. იყო აფეთქება სავარაუდოდ ეს ბუნებრივი აირის გაჟონა უნდა მომხდარიყო სავარაუდოდ, ვინაიდან სხვა კვალი ჯერჯერობით არ აჩანს, ამას ზუსტად გამოძიება დაადგეს. დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრზე დახურულ ოთახში მოხდა აფეთქება, სადაც ორი პიროვნება იმყოფებოდა სამწუხაროდ, ერთი ადგილზევე გარდაიცვალა და ერთი მრავლობითი ჭრილობით და 90% დაახლოებით სავარაუდოდ დამწრობით გადაყვანილია სამავთყოფოში. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე არის.
არის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნურ სუნთქვაზე, უტარდება საჭირო პროცედურები, კურნალობა, პროგნოზულად არაკეთებს საიმედო. ყველაფერი ეს დაკავშირებულია იმ განცხადებებთან და იმ მოვლენებთან, რაც უკავშირდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ეს არის განხორციელებული იმ კრიმინალური ჯგუფის მიერ, რომელიც დღეს აკონტროლებს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას. გამოშვების ბოლოს იერუსალიმის ქართული წარსული ტაძრები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ეკუთვნოდა, თუმცა უკვე მრავალი წელია სხვადასხვა კონფესიის მფლობელობაშია. როდის და რა მიზეზით შეწყდა ქართული წირვა იერუსალიმში და ვის ეკუთვნის ქართველების მიერ აგებული ტაძრები, ნახეთ თიკა წერეთლის რეპორტაჟი. ამისთანა რა გასაჭირი არის, რომ იერუსალიმი ასრე დაკარგეთ. ეს წმინდა ადგილი სრულიად ქართველის ყოფილა და ახლა ლამის რომ სულ გამოვარდეთ. უსაცილოდ გოლგოთას და გეცემანიას დაიჭირავს ფრანგი თუ არ მოეშველებით. ან ერისკაცი, ან ბერი გამოუშვით ამ ქვეყანას თვარემ წახდა საქმე. სტამბოლს მოვიდეს და იქიდანა ვეზირი ნახოს. თუ ასრე არ აიგმთ, ეს მონასტრები და იერუსალიმი დაგვეკარგვიან. წერდა გოლგოთას მდგომი მონაზონი მართა მე-18 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს გრიგოლს. მისი ვარაუდი მალე გამართლდა. საქართველოს დროთა განმავლობაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გამო იერუსალიმში ყველა ტაძარი დაკარგა. ქართული სიწმინდეების და მონასტრების ბედი იერუსალიმში და საერთოდ აღმოსავლეთში თითქოს იმეორებს ბედს საქართველოს სახელმწიფოსი და შუა საუკუნეებშიც გონდა და ფლობდით ამ მონასტრებს, მაგრამ როგორც კი ჩვენი საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაუქმდა მე-19 საუკუნეში, როგორც კი გაუქმდა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია, ჩვენ დავკარგეთ უფლება აი ამ დიდ სიწმინდეებზე და მონასტრებზე. მე-15 საუკუნეში, როცა მუსლიმებმა აიღეს იერუსალიმი და ფაშამ გადაწყვიტა, რომ თავისი სასახლე ძველ ქალაქთან ახლოს ქონოდა, მას მოეწონა სიონის მთაზე დორმიციონი. მუსლიმები ასე ადვილად ვერ ჩამოართმევდნენ ფრანცისკანელებს თავიანთ ქონებას იერუსალიმში. გაუგზავნეს წერილი ოფიციალურად და უთხრეს, რომ ჩვენ კომპენსაციას მოგცემთ რამეს, ოღონდ ეს ადგილი დაგვითმეთ. მაშინ ფრანცისკანელებმა დიდი ფიქრის შემდეგ მიწერეს წერილი უკან ფაშას და უთხრეს, რომ ისინი ირჩევენ იოანე ღვთისმეტყველის ქართულ მონასტერს, ახალ კარიბჭესთან, რომლის კედლებთანაც ახლა ჩვენ დგავართ, ქართველებს ამ მონასტრის გარდა ძველი ქალაქის კედლებს შიგნით 9 სხვა მონასტერი ჰქონდათ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ძველ ქალაქში მდებარე ქართული მონასტერი სხვა კონფესიას გადაეცა. მას შემდეგ ეტაპობრივად 9 მონასტერში შეწყდა ქართული ძირვალოცვა. დავითის კოშკის მოპირდაპირე მხარეს დღეს არსებობს იაკობ დაჭრილის მეჩეთი. ზუსტი ცნობა გვაქვს, რომ აი ამ ადგილზე პეტრე იბერმა ააშენა პირველი მონასტერი. დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი ტაძრად, რომელიც ქართველებს იერუსალიმში ეკუთვნოდათ, ჯვრის მონასტერი ითვლება, თუმცა დღეს ის უკვე ბერძენთა მფლობელობაშია. ესაა ძველი შესასვლელი იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში. ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს იყო იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი, ქართული და წმინდა თეოდორეს მონასტერი. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი ახლა ეკუთვნის ფრანცისკანელებს, აქ ჩვენ ხედავთ აი ფრანცისკანელების სამრეკლოს და ძირითად ტაძარს, რომელიც მთლიანად გადაკეთებული არის, უკვე აღარ არსებობს ქართული შიგნით არაფერი, მხოლოდ ნაკვალევი არის და ფრანცისკანელების მიერვე დაწერილი ისტორია, რომელშიც ისინი აღიარებენ, რომ ქართველებისგან მიიღეს. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერთან დაკავშირებით 99 წლის განმავლობაში მიდიოდა დავა მუსლიმებს, ქართველებსა და ფრანცისკანელებს შორის. ევროპელი პილიგრიმების ჩანაწერებიდან ვკითხულობთ, რომ მე-15 საუკუნეში ამ ტაძართან ფრანცისკანელი ბერები ქართველი ბერების ქონებას ყიდდნენ. ეს ქართული წარწერები წმინდა ნიკოლოზის იერუსალიმის ტაძრების კედლებზე ქართულ წარწერებსაც ვხვდებით. ზოგიერთი ქვა მეორედ არის გამოყენებული. პრაქტიკულად 7-8 წლის წინ წმინდა ნიკოლოზის ახალი ხატი დაამზადეს, მიაკრეს და ქართული წარწერა უკვე ჩამალულია ამის შიგნით. ასე ნადგურდება ქართული კულტურული მემკვიდრეობა. იერუსალიმის საპატრიარქო და არც ერთი სხვა საპატრიარქო იერუსალიმში, სხვა დენომინაციების არ აშენებულან თავიდანვე როგორც საპატრიარქოები. ისინი არიან პრაქტიკულად რამოდენიმე მონასტრის გაერთიანებები. მაგალითად, იერუსალიმის დღევანდელი მართლმადიდებელი საპატრიარქო შედგება 4-5 მონასტრის გაერთიანებისგან. მე-13-მე-14 საუკუნეებში იერუსალიმის საპატრიარქომ ბერძნებმა თხოვეს ქართველებს, რომ ვინაიდან თეკლას ქართული მონასტერი შედიოდა უკვე და უნდოდა საპატრიარქოს გაფართოება, შედიოდა ამ კომპლექსში, გადაეცათ ქართველებს ბერძნებისთვის ეს მონასტერი. და ქართველებმა ნებაყოფლობით გადასცეს თეკლას მონასტერი. თეკლას მონასტერი აქ არის. ნებით თუ ძალით იერუსალიმის არც ერთ ტაძარში არ აღევლინება ქართული ძირვალოცვა. ფიქრი იმაზე, რომ ქართული მსახურება წმინდა მიწაზე აღდგება, შორეულ და აუხტენელ ოცნებას უფრო გავს.
გამოშვების ბოლოს ეკაპერიძის მთავარი კითხვის ანონსი გადაცემის თემებსა და სტუმრებს ეკა ახლა თავად გაგვეცნობს ეკა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა თამთა საღამომშვიდობისა ლევან მივესალმები მაყურებელს. არის თუ არა პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებული დასკვნა გირგულიანის საქმეზე საკმარისი იმისთვის რომ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით პოლიტიკურ დევნაზე კითხვები აღარ დაისვას. მთავარ კითხვას ზაქარია ქუცნაშვილი უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში რეაქციები პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე შესაძლო გადადგომის შესახებ. კობა დავითაშვილი, გიგლა ბარამიძე, ფიქრია ჩიხრაძე იქნებიან დისკუსიის მონაწილეები. დიდი მადლობა ეკა წარმატებული ეთერს გისურვებთ. გმადლობთ ეკა ახალი 9-ზე კი ამი დასრულებულია ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობთ რომ გიყურეთ.